დღეს ეკვავე ვარსკვლავების მაყურებელი უპრეცედენტო რამეს იხილავს. ნამდვილად ჩვენ გვჯერა რომ შეუძლებელი არაფერი და ზოგადად შესაძლებლობები შეუზღუდავია. ამიტომ დღეს არასაკონკურსო ნომრის სახით გვინდა წარმოგიდგინოთ თემურ დადიანი, რომელმაც 2011 წელს აისაფის მისიის დროს ავღანეთში ორივე კიდური დაკარგა. ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქების მიუხედავად თემომ იმედი არ დაკარგა და არაერთი რეკორდი მოხსნა მას შემდეგ. მას შემდეგ ის ყოველ ჯერზე ამსხვრევს სტერეოტიპებს. მაშ ასე შეეგებეთ თემო დადიანი და თამარ ჭუმბურიძე ცეკვავენ ვარსკვლავების სცენაზე. მე მაყურებელს ვერ ვთხოვ SMS-ების გამოგზავნას, მაგრამ ვთხოვთ თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა გამოუგზავნოთ. თემურ დადიანი, პარასპორტსმენი, გინესის რეკორდსმენი. არაჩვეულებრივი ადამიანი 2014 წლის 3 აგვისტოს შემთხვევიდან 3 წლის თავზე. მან აზიდვებში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელიც შემდეგ 1 წლის შემდეგ თვითონვე გაუმჯობესა. და თემური ასევე გახლავთ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი პარამკლავჭიდში, ასევე საქართველოს ორგზის ჩემპიონი ფარიკაობაში. და ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსახურობს და მისი პარტნიორი თამარ ჭუმბურიძე სხვათა შორის 3 თვის ორსულია ყველაფერთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენს გვერდით ხარ. დიდი მადლობა რომ ესეთ სტიმულს აძლევს სხვა ადამიანებსაც და რაც შეგეხუტები რა. ჟიურისთან უნდა მივიდეთ. უკაცრავად. ჩვენი არაჩვეულებრივი წყვილი, ვარსკვლავური წყვილი შეგვიფასეთ. ეს ის მომენტი, როცა გიჭირს ხოლმე სიტყვების სწორი ოვნა, მაგრამ აი მე მიმაჩნია რომ თქვენ ახარ ცოცხალი მაგალითი იმისი რომ სიცოცხლე არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც კი ჩვენ გაგვაჩნია. თქვენ ახარ სიცოცხლის ელექსირი. ოღონდ მართლა. Well, I mean, დიდი მადლობა რომ არსებობ, okay? ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთი ადამიანი არსებობს საქართველოში საერთოდ, სულ ყველა და აღარ ვთქვათ ვინმე რომ შეუძლებელი რამეა, არაფერი არ არის შეუძლებელი. იმედია როდისმე გავიზდებით 1% გავხდებით თქვენ ხელას სულ ყველა მთელი დარბაზის შაქრი. ბრავო, მადლობა. თემო, ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ ჩაგეხუტეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო გეხუტებათ. იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვენი იმედი. იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვენი მომავალი. საქართველო დგას თქვენდაირ ადამიანებზე.
ძალიან დიდი მადლობა აი ამ წუთებისთვის, რომელიც არასოდეს არ დამავიწყდა. თქვენ ხართ ჩვენთვის მაგალითი იმისთვის, რომ ჩვენ წინ უნდა ვიაროთ, არაფერს არ შეუშინდეთ. არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, არ არსებობს შეუძლებელი. ძალიან დიდი მადლობა და ნიკოც გეტყვით რა ერთ-ერთ სიტყვას. მე ამაყებით, ძალიან მე ამაყებით. არა იმიტომ მხოლოდ რომ ცეკვავთ, კიდე მე ამაყებით, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას იცავთ. მე მინდა მივესალმოთ დანარჩენ ჩვენ დამცველებს, ჩვენ ჯარისკაცებს, რომლებიც დარბაზში არიან. თემურის მეგობრებს, თანამებრძოლებს. დიდი მადლობა ბიჭებო. ეს სიხარულია ძალიან დიდი, აი ჩვენი ბიჭები აქ არიან. შეგიძლიათ გადავუღოთ. და ეს ცრემლები თუ ეს სიხარული არის უდიდესი სიამაყის გრძნობა, მართლა გულწრფელად რა. დიდი მადლობა ბიჭებო რა. მართლა დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ და რამდენადაც აი მართლა რამდენადაც ტკივნეულია მისთვის 3 აგვისტო, იმდენად სიმბოლურიცაა და ამის შესახებ დარწმუნებული ვარ თვითონ გვიამბობს. თემურ. მოგესალმებით პირველ რიგში. დიდი მადლობა ყველას ასეთი გულთბილ დახვედრისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის პირველ რიგში, დიდი მადლობა თაკოს, რომ დავით ყოველთვის შემგვერდზე იყო, სულ ცდილობდა რომ რაღაც ილეთები სწორად შემესრულებინა. ამდენად გამომივიდა არ ვიცი, მაგრამ დიდი მადლობა პირველ რიგში. და გოჩა. მადლობა. და რა შეეხება 3 აგვისტოს 2011 წლის 3 აგვისტოს როგორც თქვენს აფეთქი ხომ ნაკეთ ნაყრზე და მის შემდეგ ვცდილობ რომ პირველ რიგში ჩემ თავს ძლიო და ჩემ თავში დავამარცხო ეს სტერეოტიპი რაც არ არის დამარცხებული საქართველოში და 3 წლის თავზე 3 აგვისტოს დავამარცხე ჩემში ეს სტერეოტიპი და პირველ რიგში ვაჯობებ ჩემ თავს და ამის შემდეგ ვცდილობ რომ ყოველ წელს რაღაც სიახლეებით გავახარო ჩვენი მაყურებლები. მე არ ვიცი, მეტი სამაგალითო ადამიანი ზოგადად ძალიან ემოციებით სავსე ვართ, ყველა დარწმუნებული ვარ. თქვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომლებიც ეკრანებთან ხართ მოკალათებული.